Dirpaso მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი მერაბ სეფაშვილი. ესე იგი, მერაბ, უღრმესი მადლობა. მინდა გამარჯობა. ჩემთან გადაცემაში სტუმრად პირველად ხარ ამ ტელევიზიაში. შვენიერი. ჩემთან ჩემს გადაცემაში, ხო? შვენიერი როგორც ყოველთვის, შენთან. ჩემთან გადაცემაში, ჩემთან პირველად სტუმრად შვენიერია, ეს კარგია, მომეწონა რომ ბოლოს თქვი შვენიერიაო, იმიტომ რომ ხო, ნუ კამენებს იქით რა ხდება, ეს არ აღნიშნე. ხო, არა. ისე სხვათა შორის მერაბ დაგაკვირდი. და უფრო ახალგაზრდურად გამოიყურები. ჯერ სადა ხარ, ეხლა სკოლაში წავალ ნელ. ხო, არა, რაღაცა ელექსირს სვამ უეჭველი, აი, ეს იცის ყველამ, რასაც სვავ, ვისკი, უზმოზე. უზმოზე? უზმოზე. ვისკი უზმოზე. 50 გრამ, ბევრი არა ეხლა. ცოტა რა. დაიცა. და ახალგაზრდავდები მაგ. ხო და ესე იგი 1 ჭიქა მინუს 1 წელი რა. ანუ ერთ ჭიქას დილით თუ დაარტყავ? ხო, მალე გიმტო გეუნები, შეიძლება სოსკით ნახო. რაღაც ამდენიმე თემაზე მინდა ვილაპარაკოთ. არის პრობლემური თემები, არის გასართობი თემები, აი რა ვიცი ხლა. ისე რა, იმდენი პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში, იმდენი პრობლემაა, ის პანდემია, ესა, რომ ნუ ეხა მოდი რა, უფრო გავერთოთ, ჯობია რა, თორე აღარ შეიძლება. არა, რა, იცი რა მაინტერესებს. აი ხა თქვენ მაგალითად ხო ეხა ვარსკვლავები, ხო? ხო. ესტრადის მომღერლები, ყველა, ნუ არ ხართ ეხა კაი პირობებში. არა, ეხა მართლა ხუმრობის გარეშე ისეთი ცუდი სიტუაციაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო, რა. ასე მოხდა რა, მთელ მსოფლიოში ესეა, მაგრამ ნუ არ ხო, რაღაცა რეგულაციები დააწესეს, ხო, ეხა მე მგონი რომ დარბაზში ვერ იმღერებ, ხო, შიგნით? ხო, იცი რაშია საქმე ეხა, ამ რეგულაციები ჩვენთან ეხა როგორ არის გამომდინარე ექიმებიდან, ხო, ალბათ, იმიტომ რომ ეხა ამას პარლამენტარი და ის ვერ დაგიწესებს რა, იმიტომ რომ ამას ჭირდება ექიმი, კვალიფიკაცია და ასე შემდეგ. ხო. ის რაც დაწესებულია მე არ მომწონს, მაგრამ გინდა არ გინდა უნდა დაეთანხმო, იმიტომ რომ ნუ აქვს ერთი მხარე ამ ყველაფერს, აქვს მეორე მხარე. რა თქმა უნდა, კარგია რომ არ გავრცელდება და კარგია რომ რაღაცა რომ ასე ვებზვით რაღაცა ფორმებით და მეორე მხარე აქვს ცუდი, იმიტომ რომ უკვე ისეთი ის არის რა, ხა რა მომკლავს რა მნიშვნელობა შიმშილი თუ ისა. ხო, ეგ არის კი ბატონო. ხო, ნუ ეხა ეგეთი არ ვიცი ხა იმედია რომ გაიხსნება და რაღაცა მოგვეცემა ჩვენსაც, იმიტომ რომ ყველაზე დაუცველები ჩვენ გამოვედით რა, იმიტომ რომ ყველა თავისას ითხოვს და მე ჯერ ხმა არ მომიღე როგორც ხედავ. ხო, არა. რაღაცა ხო და ნუ ხა ჯერ უყურებთ რა, იმიტომ რომ მართლა ცუდია რა ხა, მაგრამ ნუ რაღაცა უნდა მოიფიქროს ალბათ ხელისუფლებამ, თქვათ კანონმდებელმა რა, იმიტომ რომ მე ვერ მივიღებ მაგათ მაგვირად კანონებს და მე რომ მოვიფიქრო, მაშინ უნდა ვიყო მე ხელისუფლებაში და მე უბრალოდ ვიძახი ჩემ აზრს, რომ ესე დიდხანს ვერ გაძლებს ხალხი რა. რეალურად ესეა ნაღდად. ხო, იმიტომ რომ და ეხლა მაგალითად არის რაღაცა დაუშვეს მე მგონიო გარეთ რაღაცა. ხო, ნუ აი გარეთ, ეს გარეთ რამდენ ხანს იქნება კიდე ერთი თვე და მე გარეთ ვეღარ, იმიტომ რომ მე შემოდგომა, წვიმა ის არის. თან გარეთ ახლა როგორ წარმოგიდგენია, რომ თან მაყურებელი ვინც არის მოსული, ხო, ისინი ახლო არ უნდა იჯდეს. ისინი ახლო არ უნდა იჯდეს. რაღაცა ხო, მეში თუ ხო არ შეხედო არ შეიძლება, ხელის მოკიდება არ შეიძლება. არ შეიძლება და ასე. ანუ რა ვქნათ ახლა ეს ცუდია რა, მაგრამ უნდა გამოუძვრეთ ამ სიტუაციიდან, ნაღდათ უნდა გამოუძვრეთ. ხო და აი როგორ მოხერხდება, რა მოხერხდება არ ვიცი რა. ახლა შენითვლები თვითდასაქმებულად. ხო, ნუ ფაქტია ბა. ანუ 300 ლარიანი ის დახმარება გეკუთვნის ესე იგი 300 ლარს ხო არის? სად არის დახმარება? უნდა დაგიწეროს ვინმე ახლობელმა რომ თვითდასაქმებული ხარ. აი გია გოგორიშვილი ხო ყავს? კი. დააწერინებ რომ ეს არის თვითდასაქმებული ადამიანი დაგიდასტუროს. 300 ლარი გააქვს რა. მაგას ახლა ბევრი დამიდასტურებს. შენ არ დამიდასტურებ? მეც მოგიწერ ღერს. აბა ჩემზე კიდე რომ ზრუნავდნენ აზე ხარ რას ვიზავდი? ო აბა.
ალბომის გამოშვება ქონდა დაგეგმილი თუ არ ვსწრებ? კი, გზავო, დავამთავრეთ ფაქტიურად. ეხლა ეს სერიოზული თემა არ არის სახუმარო, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ხალხი იღებდა მონაწილეობას ახლა ამ შენი საშუალებით მადლობას ვეთქვი მუსიკოსებსაც ვეუბნები ჩემს მეგობრებს, გია მაჭარაშვილია, თემური ნიკოლაიშვილი, სტუდია ის, სპონსორებია, რომლებიც მზად არიან ელოდებოდნენ, ხო და აი ეს რაღაცნაირად გაგვიჩნდა. პრეზენტაცია უნდა. ხო, პრეზენტაცია უნდა ჩატარდეს, გამიგე და დარბაზში არ შეიძლება. გარეთ როგორ იქნება აი აზე არა ვარ რა გავაკეთოთ, თუმცა უკვე მზათა ვარ ჩვენ იმისთვის რომ გავაკეთოთ. აი როგორც კი გამოჩნდება რაღაცა ნათელი წერტილები, უკვე მალე იქნება რა. კარგია რომ ალბომს უშვებ, იმიტომ რომ ალბომს არ უშვებს, აი რამდენიმე ადამიანი საქართველოში. სიმბოლურია ესეც რა. ალბომს უშვებს, მაგრამ ვერ ვყიდით მე, იმიტომ რომ არავის აღარ ჭირდება იმ ყველაფერი შეხვალ და იქ YouTube-ზე სად არის? YouTube არის, რაც გინდა ყველაფერი არის იქ. კი, და ჩულები. ხანდახან როგორ არის? ხო იცი შენი ფონოგრამა სხვასაა აქ რა, მე არ მქონია და სხვა. დაურეკე იმას ეკნება. საიუბილო წელი გაქვს, მერაბ. რამდენი წლის ხდები? ჯერ არა მოიცა რა, ჩემი გამჭირვებია მოიცა. მომავალ წელს ხო გაქვს საიუბილო? მომავალ წელს კი. 60 წლის ხდები. მერაბ ფეხბურთელი ხალხო 60 წლის. აბა. აი მაგიტო გეუნები რომ მოხვედი ხო, აი სულ ახალგაზრდა ხარ ხო რა. ხეთაბ. აბა როგორ გავარდა წლები, გავარდა, რას იზო? ხო. არა ვიშ. 5 წელში პენსიას იღებ ხო ჩულები? 65-დან არის ხო პენსია. მაინც ჯერ ის ავიღო. დახმარების ის და მე პენსიაზე მე ვილაპარაკე. კი ბატონო. აი ხა მაგალითად პანდემიის დროს ხო არ გასტროლებზე ხო არ იყავი სადმე ან კი გასტროლი გასტროლი გაუქმდა იცი ახლა უამრავი მაგრამ სერიოზულად არ მინდა გავასერიოზო. რამდენი გაგიულა? ბევრი ძალიან ბევრი კონცერტები აქაც სხვა შორის და ნუ სალვაგარეთ ბევრი რა. ისრაელში, იმაში, იტალიაში, რაღაცა საბერძნეთშიც. საბერძნეთთან ჩამოფრინდი ზუსტად ამ პანდემიის. ხო. აი რომ ესე იგი არ მოხვდი კარანტინში რა. ანუ თვით იზოლაცია ჩავიტარე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეშინოდა ნუ ბავშვებია, რაღაცა ოჯახი ხო, სხვას რო არ იმას ხნა, არ ვიცოდი რა, ხო შეიძლება იქაც რაღაცა გადამდებოდა რა. მთელი ამბები იყო სანამ ჩამოფრინდი. საბერძნეთში ხო, აბა. საბერძნეთში კაი ხალხია, გასა ჩვენი უამრავი. ეხა ეს ხალხიც ვერ მოდის, ხო, რაღაცა პრობლემები აქვს. ნუ ეხა დალხენილი ცხოვრებისგან არ არის იქ არავინ წასული რა. მუშაობენ, შრომობენ რა. ხო, მაგრამ ბევრი ისეთიც ვნახე რა. ხო იცი რა შემევთქვა. რა. ჯო მოვდივარ რა, ქუჩაში მე და გია გოგორიშვილი ვართ რა. ხო და კონცერტის მერე რა, მეორე დღეს და რაღაცაზე მივსეირნობთ რა. ჯო რაღაცა აი ვიგრძენი ვიყნოსე თუ რაღაცა ჯო მოვიკიდე ხელი ასე და ტელეფონი აღარა მაქვს. ჯიბიდან ამოგწელეს? ხო, უკანა ჯიბეში მეტო რა, ეთქვა ჩანდა და წინ მივდივარ ახლა უკან ვინ რა ის მე ვინა ვარ, ავარ. ოპა. ამოგან. როგორ ჩანს, მოვიკიდე ხელი არა მაქვს და ახლა უცბად, ხო იცი აი რაღაცა გზნობამ რა. სად რა ვინა ვიღაცა და ტიპი მიდის ვიღაცა რა და გავაჩენ მეთქი ბიჭო ტელეფონი ახლა თან რა ენაზე უნდა უთხრა არ ვიცი გაიგე როგორ უთხრა მოვატრიალე ეს გააგიჟდა ეს მოტრიალდა და მიყურებს და გაშტერდა ეს რა ტელეფონი ხელები აწია ეს გაიგე მე ბიჭო ტელეფონი გიას ვეუბნებით ან რა უქნა ეხა მეთქი და ეს კურთ გაუჭირავს ხელში გაიგე და ეხა ნახალოკელი ვარ ძველი ეგრე არ არის ეგეთებს არ ავთოხლავ გაიგე და ეს კურთკა რომ მოვაცალი და არ შერჩა ბიჭო ჩემი ტელეფონი ხელში აუ მეთქი და უცბად მერაბ სეფაშვილი ხა? ქართულმა მოყარა. ქართული. ой, აი გამზადებული ვარ და რეხო გაიგე და ბიჭო ქართული ხარ. ვაიმე ვაპატიე და მეთქი აქ რა მოგიყვანა შედა. ვაი და ბიჭო უკნი და რა ვიცი მე ვინ არის ამის და გააგიჟდა. ქართული. ო, გააგიჟდა ესეც. ანუ ესე იგი მე ვისაუბრეთ. თან გაგიხარდა რომ ქართველი იყო და თან გეწინა რომ მოყვარა. ეგრე არის. არა, ასიზავა, არა, ნუ ეხლა ხდება რა, ყველაფერი. არა, ხო, ძართულია. მაგრამ თვითონ ეს რეგულაცია ხე შენ კაკულისთან როგორ აქვს საქმე? კაკული როგორ არის? ეხლა როგორ არის? იქ ძალიან ისეა სხვა შორის, ეხლა დღეს ველაპარაკე და ესე იგი დღეში 900-ია, რაღაცა დაკეტილია რა. ვერც მიფრინავთ, ვერც მოფრინავთ. საერთოდ არ აქვს იმათ კონცერტები, ხო საერთოდ? იცი რა, იქ არის. იქ გაიხსნა. ხო.
ხო და რაღაც 200-300 კაც შეიძლება თუ რაღაცა რა ესე რა. ჩვენთან ახლა არ შეიძლება დაბადების დღე არ შეიძლება მაგალითად ახლა 20 კაცი არ შეიძლება რაღაცა ესეთი რეგულაციები. არა იქ გახსნეს რა და იმიტომაც გლიჯა და გლიჯა ალბათ რა არ ვიცი ახლა რის გამოა. ხა იქ ძალიან ბევრი იყო ის თავისთავად იმიტომ ხა იერუსალიმში იმდენი ხალხი ჩადის მთელი სოფლიოდან რომ ხა ეგ ძალიან დიდი ტურისტული ზონაა და ამიტომაც იქ თავიდანვე აკრიფა და ეხა აი როგორც კი მოუშვეს ცოტა მოიმატა ისევე. მოკლედ ვერ მივდივართ. ვერც მოდიან ვერც. ელეხიდი გაქვთ უფრო რომ ჩართული. ელეხიდი ხო ესე რა მიმინო. ხიდი აშენდა. თვითონ ალბომში ახალი სიმღერები გაქვს შეყვანილი. ახალის, ძველის გაახლებული რემიქსები, რაღაცები ხო. საინტერესო ალბომია. საინტერესოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვანაირად ვიუდექი რაღაცებს რა. ეს არის ყოველთვის საინტერესოა რაღაცა. უფრო საინტერესო სხვა შორის გაკეთებულის განახლება რა გამიგება ძალიან საინტერესოა. ხან გამოვა ხან არა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ერთი ესეთი ექსპერიმენტი მოვიფიქრე ამას წინათ რა. აი მაგალითად Google-ს ხო აქვს თავის translate, ანუ თარგმნის ქართულად ჩაწერე ინგლისურად გითარგმნი რა. ესე იგი, შენი სიმღერა ავიღებ რა, ჩავწერე ამ Google-ში, გადავთარგმნე ინგლისურად რა. ხო. მე ეს ინგლისური თარგმანი ისევ ჩავწერე ქართულად გადმოსათარგმნი. და სხვა რა მიიღე მე. და სხვა რაღაცა ტექსტი არის მაგალითად, აი პირდაპირ ეხლა თუ გიგეთყა, ხო არის მაგალითად რა წმინდა სანთლის ხივი ხარ და ჩაუმქრალი ღიმილი ხარ და არავის არ გავხარ, ხო არის შენი სიმღერა და ეხლა როგორ ითარგმნებ, მოგეწონა ხო სიმღერა? მაგრამ შენ ხარ სუფთა სანთლის ხივი და გაცვეთილი ღიმილი ხარ და არავინ შენ საერთოდ არ გახდები არავის. ესე მიიღე? ესე მიიღე მართლა უბრალოდ. მერე თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ, ვინ შეგწდება იმისი ხარ? აი ყირმიზი ინგლისურად როგორ არის, როგორ მაინტერესებს? თქვენ თეთრი ხართ და ჟოლოსფერი ხართ. ყირმიზი არის ჟოლოსფერი. თქვენ ხართ ის, ვინც მიაღწევს თქვენ. შენს ელოდინში სიჭაბუკე გათავდა, სადღაც მიქრის თეთრი რაში, სადღაც მიქრის თეთრი გერი, ხო არის ამ. სადღაც თეთრი რაში ჭაობში, სადღაც თეთრი გედი მღერის. აჰა. ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ და შენ ყველაფრის ბრალი ხარ, მთლიანობაში ღვინო დევს. აი რა შუაშია? აი ეთება ღვინო ჯამში არის, მთლიანობაში ღვინო დევს. ეგ რა შუაშია მითხარი ხა. ეს არის ინგლისურად. აბა ეხლა იგივე გავაკეთე ჩინურად რა. ანუ ესე იგი ჩინურად ჩავწერე მაყურებლისთვის გასაგებად თქვა. შენი ტექსტი ჩავწერე ჩინურად თარგმნი და ჩინურიდან გადმოთარგმნი ისევ ქართულად რა. რა გამეთ წმინდა სათის ხივი ხარ და ჩაუმქრალი ღიმილი ხარ. თქვენ სუფთა თაიგულის სანთლების თაიგული ხართ. გაქოებული ღიმილი ხარ და არავის არ გავხარ. არავინ შენ ადამიანი არ გახდები. თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ, თქვენ თეთრი ხარ, ჯოლოსფერი ხართ. აქ თარგმნი. აქა ჯოლოსფერია, ყირმიზი? ხო, შენს ლოდი შიჭაბუკი გათავდა, გელოდებით ახალგაზრდობა დაკარგეთ. შიჭაბუკი გათავდა, არის ახალგაზრდობა დაკარგეთ. ეს ფიალა უყარს უფალ თამადას, მიართვით. თასი, აპლიკაცია, ესეთ აპლიკაცია. რა მაგარია. მაგარია, აი ხო ხედავ. ეგრევე სახში უნდა გავაკეთოთ, გავერთ. რა მაგარი ტექსტი გავაკეთოთ, უნდა ჩასვა სიმღერაში, მე ძალიან სიმღერა. აბა, ვაფშე ეგეთ სიმღერა უნდა დაწერო რა, მუსიკა უნდა დაწერო საერთოდ მაგაზე რა. ხო, კი. აპლიკაცია. შენი სიმღერების ორი ვარიანტი მინდა რომ ცოტა რაღაც ერთი პატარა ტექსტი შევცვალე რა. კი ბატონო. რაღაც ცოტა თემატურები გავხადე რა. მიხდი? თემატურები გავხადე და თუ შენი პირით რო იმღერო თუ შეგე პატარა მონაკვეთებია ძალიან. ორი კი ბატონო. აი მაგალითად ესეთი ჩვენი არანჟის ამბავში ორ შაბათი შაბათია, სამ შაბათი შაბათია, ოთხ შაბათი შაბათია. კალენდარი რაც დავკარგე, ყოველი დღე შაბათია, ამ წუთშია შაბათია. კარგია. კალენდარი რაც დავკარგე, ყოველი დღე შაბათია, კი ბატონო. ქართველებზე ხო იცი ეს სიმღერა? კი კაცო, უყვარს, შაბათობა გვიყვარს ჩვენ ქართველებს. აგელაპარაკ, აი მე კაია ჩუმად გაგიხვა მინდორში ჩუმად აგისხავ ღვინოსა დანარჩეს თვითონ მივხედა ოღონდ
არ ჩაგეძი ნანაკი თვითონ მიუხედავ როგორც არ ჩაგეძინოსა არაჩვეულებრივია აი კარგია კაცო და მართალია სხვა შორის ეგ ამბობ მართლა ეს შაბათი ხო ქართველებზე ექსიბილერა ხო კი კაცო ქეიფი გვიყვარს ხო მუშაობა არ გვიყვარს პროსტარება გვიყვარს რა მნიშვნელობა აქვს ებრაელია რა ქვია არა შვეშია კაცო ქართველი ვინც არის გინდა ებრაელი ქართველი იყოს გინდა მუსულმანი ქართველი ყველას უყვარს ქეიფი ყველასთვის ორშაბათი არის შაბათი ორშაბათი არის შაბათი მოდი ახლა მე რა გადავიდეთ მხიარულ ნაწილს ქონდა მაგრამ უფრო მხიარულ ნაწილზე უფრო მხიარული რომელია აი მაგალითად ებრაელებზე ძალიან ხშირად ყვები ხოლმე ანეკდოტებს რა საინტერესო ებრაელებზე რა ვიცი რამ ყველგან იმდენი მაქვს მოყოლილი რომ აღარც მახსენდება ო მაგრამ ნუ ეხა კაკულის არ ელევა ამ ებრაელებზე ანეკდოტები ბევრი აქვს კაკულის ბევრი აქვს კი ღმერთს ელაპარაკება რა ვინ ებრაელი ხო გამჩენო და გენაცვლე დიდება შენ სახელს და შენ ძალასო და ერთიო მაინტერესებსო აი მაგალითათო შენთვისო 500 მილიარდიო ამდენიაო შენთვის ჩემთვისო რა ერთი მანეთიო რა მაგას ნიშნავსო რა ერთი მანეთია ასამობ და გენაცვლეო მაგალითათო აი ერთი 200 წელი რამდენია შენთვისო დრო ჩემთვისო ერთი წუთიაო რა ვახტე გენაცვლე ერთი სათხოვარი მაქვს და არ გამიბრაზდე არ გეწყინება ერთიო ეგენაც არ მინდა 500 მილიარდიო 200 მილიარდი იყოს მომეცი ეგენაცლე რა არის შენთვის მაინცო და კი ბატონო დამელოდე ერთ წუთიო გავიდო და დამელოდე ეგენაც ერთ 200 წელი უნდა ელოდო ალია მე ძალიან მიყვარს ებრაელებზე ანეკდოტები. კი, კაცო, ხო იცი, ჯიგრები არიან, თუ ლაუყვართ და მამა რო ეკითხე, შვილი რო ეკითხე მამას, იცი? აიო, მამაო, ეგენაცლიო, 7 წელი კარტოფილიაო და 10 კაცი როგორ უნდა გავანაწილო, ამოცანა გვეკითხებაო. პიურე გააკეთეთ. მარტო ებრაელებზე გინდა? რავი, ნებისმიერი არ აქვს. ქართველებზე იყოს თუ გინდა, თუმცა სომხებზე იყოს, რავი, როგორც სომხებზე გინდა? კი ბატონო. ძველი ისტორია გამახსენდა, მოვისმინე რა ესა რა, მაგარი. ხო. სეროჟა ის როა რა, ჟესტენჩიკია, გაიგე და მივიდა რა, ორი ბიჭი და ფული არ აგვაქო რა და ძმურათო რა, კიო ძმაო, რა პრობლემა ავლაბარსკი ვარო, აქ ცხოვრობო იქ და პრობლემა არ არისო, როცა გექნებათ მაშინ იყოს მაგიზე და ხო, მაგრამ მთელი მანქანაო ხო შეგვიღე ამდენი იწვალე, არ არის პრობლემა არ არისო რა. ვახ, შენ გაიხარეო და ეხა ბიჭებს მოუყვნე, წამოვიდნენ, ეს აი ესეთი ჯიგარია სეროჟა, ფული არ გამოგვართა, რასკის იმის ამის. მაგარი კაციაო, მოკლედ, მე ამ ბიჭებმა მოდიო რა და ახლა ფული არ აქვს, რა სირცხვილიაო რა დავპატიჟოთ კაციო რა სადმეო და დაურეკეს სეროჯანო ხვალეო ძმაო რესტორანში აქა და აქო საღამოსო ძმურათო რა ჩემი ბიჭები მინდა გაგაცნოთო და ესეთი ჯიგარი ხო და კი დიდი მადლობა მივიდა რა მოკლედ მივიდა აბა წავიდა კი სეროჯას გაუმარჯოს ესეთი ჯიგარი ყოფილა რამე უფულოდ ფული არ გამოგვართვა რამე ნაღდი თბილისკი ავლაბარსკი რამე რუმე რაღაცა სადაც ცხოვრობ, ეგ ხავს ცხოვრობ რა ავლაბარზე იმ ქუჩაზე რაღაცა ვობშემ რა და კარგად იქეიფეს. ეხა ბოდის ბიჭებო რა, იმიტომ რომ დილას ვადრე უნდა ავდგე, ხო იცი, ეხა ჩემი სპეციალობა ვეგეთიაო რა და თუ არ გეწყინებათ, მოვედი თქვენი ხათრითო პროსტა. ეხა ვერცავს ვაო იმდენს და კაიო, არ არისო პრობლემა, შენ გენაცვალე, სეროჟა, ჩვენო გავაგზავნე, გაუმარჯო სეროჟა, წავიდა ქვეიფი 1-3-4 საათი კიდე დარჩენ ესენი და მივიდა ეხა გადასახდელად და გადახტილია თქვენიო. კი მაგრამ ვინ გადაიხადო, ეხა გადავიდა. აი სეროჟა რო იყა იმან გადაიხადაო. აუ სერო ბიჭო ეხა უხერხულად რაღაცა ესენი. აუ ეს ვინა ყოფილა ეს სეროჟა და ვობშემ ხვალე მივიდეთ ნახოთო რა. რომელი ქუჩა აი იქ ეჩმიადინის ქუჩაზე 7 ნომერში ცხოვრობსო რა და მივიდნენ და ორი ტიპის ის ნარსაგორებს რა. სომხები არის. სომხები რა თოჯი რა მეზო სასედი სეროჟა სადაც ცხოვრობს ეს სეროჟა დარო ეტაჟზე არისო რა. და ნაგორებენ დუშაშ დუბეშ რამე ჰაი ხო და მეორე რა ბიჭო ეგ რა მეზობელი ყოლიათ რა კაცია სერესტიმანიში ლაბორა ეგ რა ბიჭი ყოფილა თო ესეო ფული არ გამოგვართა ჟესტიანჩიკისო ვალერისო მე რესტორანში ფული მაგან გადა ყველაფერი მე ჰეჭკა ვერ ისწავლა რა გამოყურებულა მაგ ვერ ისწავლა ჩიკო ვერ ისწავლა გამო ანუ მათთვის ეს შეულებრივად
დაპატიჟა რა, ეთქვა მერიცავლა რა. აუ, ძალიან მაგარი. აბა. ჭიგრები. მერა სიმღერა რომელიმე შეგვისრულებ თუ შენ ტექსტები თუ გაქვს კიდე მომეცი. აქ არიან რა ბიჭები და ხო არა მე მინდა რომ ერთი ახალი ალბომიდან იქნება ეს სიმღერა თუ ისე ხო ახალიდან რა ძველი სიმღერაა ხა წეგან კი ვთქვი ნახალო რაღაც გავიზარდე მაგრამ ეხლა თაცმინდაზე ვცხოვრობ ცოტა თათიზბელიცა ვარ რა და ამ სიმღერაში განსაკუთრებით მიყვარს ეგ ადგილი პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა პატარა ცამი და პატარა მზე სიყვარულზეა რა და მთაწმინდაც რო გიყვარს და თბილისი რო გიყვარს აი ეგეთი ძველი მაგარი სიმღერაა მაგარი ცოტა ბრეგოვიჩი იქნება ცოტა მოკლედ ესე იგი აი ეს მიკროფონი კარგი სახსოვრად კი დიდი მადლობა უღრმესი მადლობა რომ იყავით სპირტი წასმული გაქვს ყველაფერი აბსოლუტურად დეზინფექცია გაკეთებულია უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენ ჩემთან გადაცემაში სტუმრად იმედია კიდევ გვეწევით მომავალში 60 წლის რო გახდები პირველი ჩემთან მოდიხარ ხო იცი აქ უნდა გადავიხადოთ იუბილე არის ძირფასო ტელემაყურებლებო დღეს ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში გადაცემის დასრულებისთანავე დაიწყება სერიალი დიდი ოჯახი არ გამოტოვოთ მანამდე მოусმინოთ მერაბ სეფაშვილს მადლობა